საცხოვრებლად არ გადმოსვის სურვილი გაჩნდა პანდემიის დროს ჯერ კიდევ. ბაბუ შეუძლოთ იყო იმ პერიოდში, შემორჩით აქ მე, ჩემი დები. და მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ ხომ არ გავაკეთოთ აქ. რა თქმა უნდა, ბაბუ ცოცხალი იყო, მაგრამ არ გვინდოდა ბაბუს შემდეგ ეს სახლი დაკეტილიყო. და ხომ არ გავაკეთოთ რამე აქ ისეთი, რაც გადმოგვიყვანს აქ საცხოვრებლად. ამაზე მე რა ვიტყვით, რა იდეაც გაგვიჩნდა, მაგრამ მაშინ ვთქვით, რომ გადმოვიდეთ სოფელში საცხოვრებლად. ისედაც ძალიან გვინდოდა სოფელში ცხოვრება ყოველთვის. მე სოფელში დავიბადე, გავიზარდე, მაგრამ სტუდენტობიდან უკვე 18 წელი თბილისში ვცხოვრობდი, გავთხოვდი თბილისში და ცოტა უცნაური იყო ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრებასავით გამოვიდა მთელი ის პერიოდი და ყოველთვის მინდოდა სოფელში დაბრუნება. და 18 წლის შემდეგ დავბრუნდი აქ. ყოველდღიურობა უცხო არ იყო. რა თქმა უნდა, სოფელში დავიბადე, გავიზარდე და ეს თავისუფლება, რაც სოფელს ჰქონდა, ძალიან ორგანულია ჩემთვის და ძალიან მინდოდა და ჩემი შვილებიც მინდოდა, რომ ესეთ გარემოში გაზრდილიყვნენ. მაგრამ რაღაც მხრივ ცივილიზაციას არა, მაგრამ რაღაც ყოველდღიურ ესეთ ცხოვრებას, აჩქარებული რიტმის და ქაოსურ ცხოვრებას, რაც ძალიან არ მომწონდა სიმართლე გითხრა. ამ ყველაფერს მოვშორდით, მაგრამ ეს ყველაფერი უკეთესია. ჩემთვის ყველაზე ღირებულია ეს სიჩუმე, სიწყნარე და ის რომ სიმშვიდეს გჩუქნის ეს ყველაფერი ბუნებრივად. და თავისუფლებასთან ასოცირდება ჩემთან აქ ცხოვრება. ძალიან თავისუფალი ვარ და თავისუფლების სხვანაირი ხარისხი ასე მგონია სოფელში. ყველას უხარია და მოსწონს, რომ ძალიან არ გვინდოდა რომ ეს სახლი დაკეტილიყო და ყველა მეუბნება, რომ რა მაგარია რომ გადმოხვედით, რა კარგია. აქ გადმოსვლის შემდეგ დაიწყო ჩემი სოციალური სივრცეში აქტიურობა, იმ ხრივ რომ გადმოვედი და რას ვაკეთებ ეზოში, როგორ ვაწესრიგებ ბაბუს სახლს და შემთხვევით მოხდა ისე, რომ გავუზიარე, აღმოჩნდა ძალიან ბევრ ადამიანს ეს ჩემდაუნებურად. ფიქრობ, რომ მოტივაცია გავხდე მათთვის, რომ ახალგაზრდა და გოგოსაც შეუძლია გადმოვიდეს და თუნდაც ნულიდან თუ საიდანაც არ უნდა იყოს, დაიწყოს სოფელში ცხოვრება. ძალიან მიყვარს მიწასთან მუშაობა პირველ რიგში. თითი სიამოვნებას მანიჭებს, რატომ? იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის განტვირთვა. აი დილიდან ვდგები და მიხარი რომ კარგი ამინდია და ეხლა რაღაცას გავაკეთებ და აი ამ საქმეში იმდენად გადის დრო და სულ ვაზიარებ ხოლმე სოციალურ სივრცეშიც ხოლმე რომ მუშაობა მიწასთან იქნება თუ ზოგადად ბუნებასთან მუშაობას მოაქვს დრო სწრაფად გადის, ბევრს ფიქრობ. რაც გინდა იმაზე ფიქრობ, არავინ არ გიშლის ფიქრში ხელს. სამომავლო გეგმები ჩვენი რაც გაგვიჩნდა ზუსტად იმ პანდემიის დროს მე და ჩემს დებს, ეს არის რომ გავაკეთოთ ეკომეგობრული სასტუმრო, რომელშიც იქნება ინტეგრირებული ასევე მე ძალიან მაინტერესებს დურგლობა, იმიტომ რომ ბაბუ, ვინც აქ ცხოვრობდა, იყო დურგალი, მამაც მხატვარია, მაგრამ პარალელურად დურგლობა ჰქონდა შეთავსებული და ძალიან ორგანულია ჩემთვის ეს ხეზე მუშაობა. დიდი კულინარით არ გამოვიჩვევი, მაგრამ გურმანი ვარ ზოგადად. უბრალოდ ძალიან მომწონს, როცა დედა მიზიარებს თავის რეცეპტებს, რომელიც ბებომ, ასევე ამ სახლში ცხოვრობდა ჩვენი დიდი ბებო, რომელიც ძალიან კარგი კულინარი იყო და აი იმან იცოდა, აი მეორე ბებომ ესე აკეთებდა და მინდა ხოლმე რომ თან გურულებს ძალიან წირი გვაქვს ეს სუფრის ტრადიცია და მინდა რომ ეს ძველი გადმოვიღო და მე უკვე მე შევინარჩუნო. აღდგომის დღესასწაულისთვის
დედას ჰქონდა განსაკუთრებული სამზადისი ხოლმე, რომ აი როცა ჩვენ ყველანი ჩართულები ვიყავით ამ პროცესში, მაგრამ როცა პასკაზელს არ უნდა გავიღოთ სიჩუმე იყოს. ეს ყველაფერი ვიცი მასთან როგორ ხდებოდა. და ეს არის პირველი აღდგომა, როცა მე გავაკეთებ ამ ყველაფერს დამოუკიდებლად. აქ ვცხოვრობ 3 შვილთან და ჩემს ერთ-ერთ დასთან ერთად, მარიამთან.